მოგესალმებით თემურ და ალექსანდრე ტაბატაძეები. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ერთმეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება გარაკლიან გორაზე აღმოჩენილ სტელას, თიხის სტელას. აი მისი ფოტოსურათი. დაზიანებული იყო სტელა, როგორც მოგეხსენებათ, ვერძის თავი ადგას და ეს არის ტანი ეგრეთ წოდებული, ორი ფირფიტისაგან აქ ნამსხვრევები იყო. და შემდეგ აი ამ სახით აღადგინეს. უფრო კარგად რომ ვისაუბროთ, ავიღოთ გრაფიკული გამოსახულება, ასე ჰორიზონტალურად დავდოთ და ყველაფერს აგიხსნით ზედმიწევნით და ზუსტად. მანამდე მინდა გითხრათ, რომ გრაგლიანის კვლევებს ჩვენ მიუძღვენით დაახლოებით 130 ფურცლიანი ნაშრომი. მასში ყველაფერია აღწერილი. საკურთხევლის ანბანური წარწერის გაშიფრვა, უფრო სწორად შერეულის, ანბანურის და იდეოგრამულის, თიხის ლარნაკის და ასე შემდეგ. ამაზე ყველაფერზე ქვემოთ გვექნება საუბარი. აგრეთვე საუბარი გვექნება მომავალში იმაზე, თუ როგორ ყალბდებოდა საქართველოს ისტორია, ვინ აყალბებდა, რომელ ეპოქებში, რატომ და შეგვიძლია რამოდენიმე გვარი და სახელებიც კი ვთქვათ. ყველაფერს აბსოლუტურად დაწვრილებით და არგუმენტირებულად მოგახსენეთ. ახლა რაც შეეხება თვითონ სტელას. სტელას თუ დააკვირდებით, აი ტანს შეამჩნევთ აქ გამოსახულებებს. კარგად რომ გავარჩიოთ ეს გამოსახულებები და მკვეთრი იყოს, ავიღოთ აი ეს გრაფიკული გამოსახულება. რას ხედავთ? აქ ხედავთ ტეხილხაზოვან გამოსახულებას. აი ასეც. აი მისი ფრაგმენტი. აგერ. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სხვათა შორის ვიდრე გადავალთ ამ საკითხზე ბოდიში, აი ამას და იმ საკურთხევლის წარწერას და ყველაფერს ზოგიერთმა მეცნიერმა უწოდა, აი ამას. ზოგიერთმა მეცნიერმა უწოდა ორნამენტებიაო, რადგან ვერ შეძლეს გაშიფრვა. აი ჩვენ როგორ გავშიფრეთ ახლა ეს, თქვენ თვითონ დაინახავთ. აი ეს ფრაგმენტი, ანუ აი ესა. ვივარაუდეთ, რომ უნდა იყოს ჰერკულესის თანავარსკვლავედი. ეს სტელა ამერიკელების დათარიღებით უნდა განეკუთვნებოდეს ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლოს ან ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის დასაწყისს. ჩვენ ამისთვის აღვადგინეთ ცის თაღის რუკა იმ ეპოქის სპეციალური კომპიუტერული პროგრამით. შეხედეთ, ჰერკულესის თანავარსკვლავედი ასე გამოიყურებოდა და აი ეს მისი გრაფიკული გამოსახულება ჩვენი წინაპრების მიერ სტელაზე დატანილი, აი აქ. შემდეგ, რას ხედავთ აქ? აქ ხედავთ ირემს და ცხენს. ერთმანეთთან არიან ცხვირი-ცხვირზე მიდებული, ასე რომ ვთქვათ. ნახევარი მთვარე, ხაზი, ჰორიზონტის ხაზი და ციური სხეული. ზე ან შესაძლებელია იყოს ვენერა, ამაზე ყველაფერზე დაწვრილებით მოგახსენეთ. აი ეს შერწყმა ირმისა და ცხენისა, ანუ ირემსა და ცხენს გამოსახავდნენ, უფრო სწორად ცხენით და ირემით გამოსახავდნენ ჩვენი წინაპრები პლანეტებს იუპიტერსა და სატურნს. ამის შესახებ ისტორიაში ბევრი ფაქტებია მოყვანილი და მათ შორის შოთა რუსთაველსაც აქვს, რომ ზუალ და მუშტარ ერთად შეიკვრისო. ჩავთვალეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო იუპიტერის და სატურნის შერწყმის რაღაც ციური მოვლენა. მართლაც აღმოჩნდა ასეთი. ცის თაღის რუკა, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ, აი ეს არის. ხედავთ აქ ჰერკულესის თანავარსკვლავედი, ანუ ესა, ანუ ეს ფრაგმენტი. და აი აგერ ჩანს იუპიტერი და სატურნი უკვე შერწყმული. აქ ქვემოთ ჩანს ვენერა. აი ეს კომბინაცია, ასეთი კომბინაცია, გამეორდეთ. ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე იუპიტერის და სატურნის შერწყმა და ვენერასი ზუსტად ასახეს ჩვენმა წინაპრებმა აი ამ სტელაზე. ეს მოვლენა თვითონ კომპიუტერული პროგრამით არის დათარიღებული, მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელს. ანუ რადგან ვიცოდით, რომ ამერიკული დათარიღებით ეს იყო ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნე, ზუსტად დაემთხვა 1018 წელი. ასეთი შემდეგი მოვლენა უფრო ახლოს მოხდა 1300 რაღაც წელს და მოგვიანებით კიდე 800 რაღაცებს ძველი წელთაღრიცხვებს საუბრობ. ესე იგი,
ზუსტი არის ესა 1818 წელი. მაშასადამე დავადგინეთ რომ აი ამ ტანზე, სტელის ტანზე, ანუ ცხვრის ტანზე და რატომ არის ცხვრის ტანი და რისი ანალოგია ამასაც გეტყვით, აი ეს მოვლენა არის გამოსახული. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. ამ სტელას თავზე ადგას ვერძი. ეს სტელა არა მარტო ამ ინფორმაციას შეიცავდა შერწყმისას იუპიტერის და სატურნის, ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე, არამედ თვითონ წარმოადგენდა ერთგვარ კალენდარს. ვერძის სრული პერიოდი, ანუ ეს ვერძის თანავარსკვლავედი ჩანს სამხრეთ ნაწილში, საქართველოს ცაზე. ერთი სრული შემოვლა და ისევ სამხრეთის მხარეზე გამოჩენა ჩვენი გამოთვლებით გამოვითვალეთ, რომ დაახლოებით ხდებოდა 9-10 თვეში ერთხელ. ახლა გააჩნია იქ 35 დღეს ავიღებთ თუ 40 დღეს. ეს კვლევებში ყველაფერი არის დაწვრილებით აღწერილი. ესე იგი, ერთწლიანი ციკლი ჩვენი წინაპრების აი მგრაკლიანის ცხოვრებების უნდა ყოფილიყო დაახლოებით 9-10 თვის პერიოდით. ახლა ის ეპოქა წარმოადგენდა ვერძის ეპოქას, ანუ ცის თაღის ეკვადორს მზე ვერძში კვეთდა, ვერძის თანავარსკვლავედში. ეს ასტრონომებს კარგად მოეხსენება. ცის თაღის ეკვადორის მიმართულება არის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ან გინდათ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. და ეს ხდებოდა, აგერ თუ შეიძლება რომ კარგად დაინახოთ უფრო, აი ცის თაღის ეკვადორი ზე და ვერძის თანავარსკვლავედი. ეს ხდებოდა დაახლოებით 12 საათზე დღისით და ეს იყო 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობისას. ანუ ამ პერიოდის შემდეგ უკვე იწყებოდა ჩვენი ვარაუდით ხვნათესვა და ხვნათესვის პერიოდი. და საიდან იცოდნენ ახლა, საიდან ჰქონდათ ეს ცოდნა ჩვენს წინაპრებს და ვინ მისცა ეს ცოდნა მათ, ეს ჩვენთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვერსია გაგვაჩნია და არგუმენტირებული, რაზეც შემდეგ ვიდეოებში ვილაპარაკებთ, მაგრამ ამას მაინც ჭირდება დამატებითი კვლევები. ახლა ასე ზერელოდ რომ გითხრათ, რომ ამის და ამის გამოთქო, შეიძლება არავინ დაგვიჯეროს და ამიტომ უფრო ცალკე საკითხად გამოვიტანთ და არგუმენტირებულად ვისაუბრებთ ამ საკითხს. ახლა ამის გარდა, ესე იგი, ჩვენ რა გვაქვს? ვერძის თავი, ჰერკულესის თანავარსკვლავედი, აი ეს იუპიტერის და სატურნის შერწყმა. ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ დროისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ვერსად ვერ წაიკითხავდით, თუ რაღაც სხვა რაღაცა არ იყო. ჩვენი ვარაუდით, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს სტელა უნდა წარმოადგენდეს ოქროს საწმისის ანალოგს. მართალია ეს თიხის არის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ასეთი გამოსახულებიანი ოქროს პირპიტაც არსებულიყო, რომელიც ლეგენდის მიხედვით მუხის ხეზე ეკიდა. შეიძლება სტელას ფორმაც ჰქონდა და იდგა. ახლა რატომ არის ოქროს საწმისი? ოქროს საწმისი არა მარტო ოქროს მოპოვების რაღაც ტექნოლოგიას შეიცავდა, არამედ ეს იყო ჩვენამდეც არის ეგ ისტორიაში მეცნიერები ყველა ვარაუდობენ, რომ ეს იყო რაღაც ცოდნა დატანილი აი ამ საწმისზე, ანუ ამ ოქროს ფირფიტაზე და ზუსტად ვთვლით, რომ აი ეს ცოდნა იყო, ეს ინფორმაცია იყო დატანილი აი ამ ოქროს საწმისზე. ახლა რაც შეეხება კოლხეთს. არავითარი კოლხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო იმ ეპოქაში, ძველი წელთაღრიცხვის მე-11-ში და არგონავტთა შემოსვლის პერიოდისთვისაც, მე-13, ზოგი მე-12 საუკუნეს ვარაუდობს, არ არსებობდა. არსებობდა ერთიანი საქართველო და ამას ადასტურებს თეიმურაზ ბატონიშვილი თავის რა ქვია წიგნში და ამბობს, რომ კოლხეთის სამამასახლისო იყო, ანუ კოლხეთს მართავდა მამასახლისი, აიეტი, ანუ ოტია იყო მამასახლისი. ასე იყო დანარჩენი საქართველოც დაყოფილი სამამასახლისოებად და თითოეული ემორჩილებოდა თავარ მამასახლის, მცხეთის მამასახლის.
მათ ჰქონდათ სპეციალური სამეფო პალატები ერქვა, ესე იგი მდიდრული პალატები, სადაც ღებულობდნენ სტუმრებს და სწორედ ამიტომო თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს, ბერძნებმაო აიეტიო მეფედ მიიჩნიესო, რადგან მეფური დახვედრა მოუწყო მათო აიეტმაო და ჩვენ ამ მოსაზრებას ვეთანხმებით. აგერ გვაქვს ჩვენ ერთიანი სქემა გაკეთებული ამ ოქროს საწმისისა და აი ეს არის იმ ეპოქის აღდგენილი ცის თაღის რუკა. ახლა ეს რომ 1018 წლის არის და აი ესეც საკურთხევლის წარწერა, აი ეს სტელა აქ იდგა აღმოსავლეთ მხარეზე საკურთხევლის წარწერასთან. ადასტურებს კიდევ ერთი ფაქტი. გრაკლიანი გორაზე აღმოჩნდა აი ამ ორმოში თიხის ლარნაკი. წარწერით, მცირე წარწერით ქერ 2 ერთეული LB. აი ეს თიხის ლარნაკი 50 წლით ახალგაზრდა არის აი ამ საკურთხევლის წარწერასთან შედარებით და სტელასთან შედარებით. ესე იგი ეს დაზუსტებით შეგვიძლია თქვათ, რომ ნამდვილად 1018 წელს არის შექმნილი და გაკეთებული. ახლა რაც შეეხება ვერძის თანავარსკვლავედს, იცნობდნენ თუ არა ჩვენი წინაპრები მას, აი რას გვეუბნება იმ ეპოქაზე თეიმურაზ ბატონიშვილი. მას ჟამსა ლაპარაკია ცხეთის მამასახლისის პერიოდზე, რაზეც გესაუბრეთ. ქართველებმაო, ესე იგი, დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექმნეს მსახურ მზისა, მთვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა. აი ეს ხუთი ვარსკვლავით გამოისახება სწორედ ვერძის თანავარსკვლავედი. და სავარაუდოდ დიდი ალბათობით და ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სტელა წარმოადგენს ოქროს საწმისის ანალოგს და მასზე გამოსახულია ძალიან მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც წარმოადგენდა ის კალენდარს, ასევე არის მასზე ასახული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ციური მოვლენა, სატურნის და იუპიტერის შეწყმა კომბინაციით ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე, ღამეულ ცაზე, რომელიც დაიმზირება საქართველოში დასავლეთ მხარეზე დაბინდებისას. დაახლოებით არის 10 საათის ფარგლებში. შემდეგ ვიდეოზე ჩვენ ვისაუბრებთ უფრო კიდევ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც თავში გავამახვილებთ ყურადღება, აუცილებლად გეტყვით იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ ყარდებოდა საქართველოს ისტორია, ვინ აყალბებდა და შევეცდებით აღვადგინოთ ყველაფერი თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნზე დაყრდნობით, სხვა მეცნიერთა წიგნზე დაყრდნობით, ძველ წყაროებზე დაყრდნობით საქართველოს ისტორიის ის მონაკვეთი, რომელიც მთლიანად ამოიღეს რატომღაც კოლხეთშიო ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნეებში სახელმწიფო არსებობდაო ქართული და აღმოსავლეთშიო მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნეში შექმნა ფარნავაზმა იბერიის სახელმწიფო. აი ეს არის აბსურდი რა, დიდი აბსურდი, რაზეც აუცილებლად ვისაუბრეთ შემდეგ ვიდეოში. ახლა გთხოვთ ეს ვიდეო ნახოთ, დაგვიწეროთ კომენტარები, თუ რაიმე საკითხი ან კითხვა დაგებადებათ, არ მოგერიდოთ, გვითხრათ და ჩვენ უძღვავ ინფორმაციას ვფლობთ. დღემდე ვიკვლევთ ამას, მარტო არ გავჩერებულ ვარ. საქართველოს ისტორიის ყველა დასაწყისიდან, როდის იწყება ქართული სახელმწიფოებრიობა, ეს არის დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნე. იქიდან მოყოლებული ფარნავაზამდე თითქმის ყველა წყარო და ყველა ინფორმაცია მოძიებული გვაქვს. და აუცილებლად გაგაცნობთ. თხოვთ თქვენს დაგვეხმაროთ და მისცეთ აი ამ ჩვენ ვიდეოებს შეფასება. დიდი მადლობა, შემდეგ ვიდეომდე.